რა ხდის რომელიმე მეთოდს ქცევის გამოყენებით ანალიზად? ქცევის გამოყენებითი ანალიზი უბრალოდ სხვადასხვა ტექნიკის ნაკრები არ არის. ეს არის მეცნიერება, რომელსაც წესები და კრიტერიუმები აქვს. მოდი ვნახოთ, რა არის ეს 7 განზომილება, რომელიც ქცევის გამოყენებითი ანალიზის ხერხემალს ქმნის. ქცევის გამოყენებითი ანალიზი, იგივე ABA, არის მეცნიერება, რომლის მიზანია გაიგოს და გააუმჯობესოს ადამიანის ქცევა. არსი კი იმაშია, რომ აღმოაჩინოს ის ფაქტორები, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქცევებზე. აქ კითხვა ჩნდება, სხვა დისციპლინებსაც ხომ აქვთ მსგავსი მიზნები? მაშინ რა არის ის, რაც ქცევის გამოყენებით ანალიზს ასე გამორჩეულს ხდის? ამ კითხვაზე პასუხი მის მიზნებსა და მეთოდებშია, რომლებსაც ახლა დეტალურად გავივლით. ამ წესების გასაგებად ძალიან მოკლედ შევეხოთ ისტორიას. 1968 წელს დონალდ ბიერმა, მონტროზ ვულფმა და ტოდ რისლიმ ჩამოაყალიბეს ის კრიტერიუმები, რომლებიც დღემდე წყვეტს, რა არის ABA და რა არა. მათ გამოაქვეყნეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატია, სადაც განხილულია ABA-ს 7 განზომილება, რომლებიც დღესაც საფუძვლად უდევს მთელ დისციპლინას. მათ შექმნეს სტანდარტი, როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ქცევითი ინტერვენცია. ეს 7 განზომილება უბრალოდ რეკომენდაციების სია არ არის. ეს არის ABA-ს როგორც მეცნიერების ბირთვი, მისი კონსტიტუცია. ამიტომ განვიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი, ეს ალბათ ყველაზე ფუნდამენტური განზომილებაა, გამოყენებითი, რაც ნიშნავს იმას, რომ ABA ფოკუსირდება რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებზე. ჩვენ ვირჩევთ ისეთ ქცევებს, რომელთა გაუმჯობესება პირდაპირ ხელშესახებ გავლენას მოახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. იქნება ეს სოციალური ურთიერთობები, სწავლა თუ ყოველდღიური დამოუკიდებლობა. აქ საუბარია პრაქტიკულ ცვლილებებზე და არა აბსტრაქტულ თეორიებზე. მაგალითად, ბავშვი ვერ ამბობს წყალი მინდა. ეს პრაქტიკული უნარია. ამიტომ სწორედ ამას ვასწავლით და არა მაგალითად რთულ თეორიებს. შემდეგია ქცევითი განზომილება. ჩვენ ფოკუსირდებით არა იმაზე, თუ რას ამბობს ადამიანი რომ აკეთებს, არამედ იმაზე, რასაც რეალურად აკეთებს. ქცევა უნდა იყოს დაკვირვებადი და რაც მთავარია გაზომვადი. მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, ობიექტური და სანდო. შემდეგი არის ანალიტიკური. აქ სპეციალისტმა უნდა დაამტკიცოს, რომ სწორედ მისმა ჩარევამ გამოიწვია ქცევის ცვლილება და არა სხვა შემთხვევითმა ფაქტორმა. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და გვესმის მიზეზ შედეგობრივი კავშირი. მაგალითად, თუ ბავშვს ვაქებთ სწორი პასუხისთვის და შემდეგ მისი პასუხები უმჯობესდება, ხედავთ, რომ შექება მუშაობს. შემდეგია ტექნოლოგიური განზომილება. წარმოიდგინეთ, გვაქვს იდეალურად დაწერილი ინსტრუქციები. პროცედურა იმდენად ნათლად და დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, რომ ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ სპეციალისტს შეეძლოს მისი ზუსტად გამეორება და ზუსტად იგივე შედეგის მიღება. მაგალითად, ინსტრუქცია უნდა იყოს კონკრეტული და დეტალურად აღწერილი, არა ზოგადი. ქცევის გამოყენებითი ანალიზი არ არის შემთხვევითი ტექნიკების კრებული. ყველა მეთოდი, რასაც ვიყენებთ, გამომდინარეობს ქცევის მეცნიერების ფუნდამენტური საბაზისო პრინციპებიდან. მაგალითად, გამტკიცება, ფორმირება, ჩაქრობა და ასე შემდეგ. რაც ნიშნავს, რომ კონცეპტუალურად სისტემური უნდა იყოს. მაგალითად, თუ ბავშვს ქცევის შემდეგ ჯილდოს ვაძლევთ, ეს ეფუძნება გამტკიცების პრინციპს. შემდეგი განზომილებაა ეფექტური. აქ მთავარი კითხვა იმუშავა თუ არა ჩარევამ, ინტერვენციამ. არა უბრალოდ სტატისტიკურად, არამედ აქ ისეთ ცვლილებაზე ვსაუბრობთ, რომელსაც რეალურ, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ცვლილება, რომელსაც თავად ეს ადამიანი და მის გარშემო მყოფები ამჩნევენ. და ბოლოს მთავარი ტესტი განზოგადებაა. რა აზრი აქვს ახალ უნარს თუ მისი გამოყენება მხოლოდ თერაპიის ოთახში, თერაპევტთან ერთად შეგიძლია. ნამდვილი წარმატება ის არის, როდესაც დროთა განმავლობაში ნარჩუნდება ცვლილება. სხვადასხვა გარემოში ვლინდება ქცევა და ზოგჯერ სხვა მსგავს ქცევებსაც აუმჯობესებს. რატომ აქვს ამ 7 განზომილებას ასეთი მნიშვნელობა?
რადგან ამ დისციპლინის ფილოსოფიაა და მთავარი ღერძია. ეს არის 7 საყრდენი, 7 პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქცევის გამოყენებითი ანალიზი იყოს სანდო, ეთიკური და რაც ყველაზე მთავარია, ეფექტური. ერთ მხარეს შეიძლება იყოს ქაოტური, დაუკავშირებელი ტექნიკები, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოაქვს. და მეორე მხარეს გვაქვს ABH ჩარჩო, სისტემური, განმეორებადი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერება.